ინტერესი იყო ძალიან მაღალი, ამიტომ მადლობა მინდა გადავხადოთ თითოეულ ადამიანს, თითოეულ სტუდენტს, კურს დამთავრებულს, რომელმაც გამოხატა ინტერესი, რომ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სამინისტროს ფარგლებში დიაპაზონი თემების და სპეციალობების არის ძალიან ფართო და ძალიან ვრცელი, ზუსტად ამას მოწმობს ის პროფესიები, რომელთაც დღეს წარმოდგენილები არიან სტაჟიორები სამინისტროში და მინდა რა თქმა უნდა მათ წარმატებები უსურვოთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ახალგაზრდა, ვისაც აქვს ინტერესი სტაჟირების გავლის და თავისთავად ცხადია ჩვენი სამინისტრო მზად არის მაქსიმალურად ხარში დაუდგეს თითოეულ სტუდენტს, კურს დამთავრებულს, რომელსაც ექნება ინტერესი იმ ვიწრო სპეციალობიდან დაწყებული, რომელსაც ეს სამინისტრო ფარავს, ზოგადი პროფესიებით დამთავრებული და წარმატებები მინდა თითოეულ სტუდენტს და კურს დამთავრებულს უსურვო. მე გახლავართ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო სტაჟიორი. დღეს სტაჟიორებს სამინისტროს სისტემაში დაქვემდებარებული სიპებიდან შეხვედრა ჰქონდა მინისტრთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, როდესაც ამხელა კომპეტენციის მქონე სამინისტროს პირველი პირი ხვდება სტაჟიორებსა და სტუდენტებს, შესაბამისად ეს ძალიან დიდი мотиваციაა ჩვენთვის და ასე ვთქვათ დასაფასებელი, როდესაც უშუალოდ შეხება გვაქვს მინისტრთან, მისგან გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ ის პოლიტიკა, რასაც სამინისტრო ატარებს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა, მრავალ თემებს შევეხეთ და შესაბამისად გონია, რომ საკმაოდ სრულფასოვანი, საინტერესო და ყოვლისმომცველი იყო ეს შეხვედრა. სტაჟიორი ვარ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტში და დღეს შეხვედრა გვქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ამ შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო პერსპექტივები აღნიშნული მიმართულებით.